10 წელიწადი ბრმა ვარ, ისულტენ დარტყმული ინვალიდი და ჯგუფი არ მაძლევენ. პენსიას არ იღებ? რა პენსია 2008 წელი რო იყო, იქ ვიყავი ტოლვილი იმის შემდეგ, აბა მინიმისებს ცხინვალში რო წავიდე, რეგისტრაციაში უნდა გავიარო. არც პოლისი მაქვს და არც არაფერს არ ავსარგებლობ. წავლებს ვერ ავყიდო, გუშინაც ამხანაგი მომივიდა გუშინთი 15 ლარი მაჩუქავ. ჩემი გოგო თვითონ გაჭირვებული არის, ორი შვილი ყავს, არა მუშაობს. მინძებს ამის თქმა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სოფელში ვართ ნამყოფი, ჩვენი რაიონის ასეთი მძიმე სიტუაცია ჩვენ არსად არ შევხვედრია. საბედნიეროდ სხვაგან ესეთი მძიმე სიტუაცია მართლა არ შევხვედრია. ეს არის სოფელი, რომელსაც არ აქვს გზა, არ აქვს წყალი, არ აქვს გაზი, არ არის სკოლა, არ არის ბაღი. უახლოესი სკოლა არის 3 კილომეტრი დაშორებით. ბავშვები დადიან ზამთარში, თოვლში, უტრანსპორტობის პირობებში და მაინც არანებებენ თავს სწავლას და მაინც სოფელი არ იცლება. მაგრამ ჩვენ ვპირდებით, რომ თუ ეს ხალხი დაავიწყდა სხვებს, ქართულ ოცნებას, ესენი არასოდეს არ დაავიწყდა. მოზვალდა რა ხეებზე და ეს ტრუბები, ეს თელი ისინი სულ წაიღო. რამდენი ხანია? 1-2 წელია უშე იმის შემდეგ, ჯერ რო გამოიყვანეთ, იმის შემდეგ 2 წელია და ეს ჭიმები რო იყო, ამასუ გააუბედურა ყველაფერი.